ნინი, მოგესალმები. ანი, წავიდეთ, ბიჭები დველოდებია. მოგესალმებით ბატონო გელა. მოგესალმებით მაყურებლებო. თქვენ გუშინ ჩამოხვედით ჩინეთიდან და იმისათვის შევიკრიბეთ რომ დაგისვათ თითო შეკითხვა. თუ წინააღმდეგი არ იქნებით, მე ვიქნები პირველი, ვინც დაგისვამთ შეკითხვას. კი ბატონო. ბატონო გელა, თქვენ ბრძანდებოდით ჩინეთში, რაც ყველამ ძალიან კარგად იცის და ჩინეთიდან გააკეთეთ განცხადება, რომ ჩინური ავტომობილები დაიპყრობს სამყაროს და როგორ უნდა გაიგოს ეს მოსახლეობა. მოგესალმები. ჩვენს მაყურებელს და ძალიან ბევრ ადამიანს ეს აინტერესებს. უყურეთ როგორ არის. ჩვენ ვიყავით იქ, სადაც ავტომობილი იწარმოება. წარმოიდგინე, მთელ ჩინეთის ტერიტორიაზე 10-20 ქარხანა ავტომობილების. ახლა უყურეთ, ზუსტად ისე უნდა გამიგოს მაყურებელმა, როგორც ვიტყვი. უყურეთ როგორ არის. მთელ ჩინეთის ტერიტორიაზე ავტოქარხნები აშენებული, მსგავს ვერასდროს ვერც იაპონია ვერ აშენებს და ვერც ევროპა. მერსედესის ქარხანაში ვიყავი. აი მთელი თბილისიდან მცხეთა რო გაერთიანო და მთლიანად რო გადახურო, ამოდენა ერთი ქარხანა აქვს მარტო. კრუგი რო დაარტყა ქარხანას უნდა ერთი დღე. შიგნით ყველაფერი არის რობოტი მუშაობს. ახლა ვინმე დაიჯერებს რომ ერთ წუთში ვერცეთმა ქვეყანამ, ვერცეთმა ავტომობილის მწარმოებელმა ეს ვერ შეძლო. ერთ წუთში ერთი ავტომობილი იწყობა. მერსედესი არა, ჩანგანის ქარხანაში ვიყავით და კაცმა გვანახა საბუთი რომ ერთ წუთში ერთი ავტომობილი იწყობა და ხარისხი არის უმაღლესი. ახლა ვიღაცები აგინებენ, ხო იცი რატომაც აგინებენ, იმიტომ რომ ეს ავტომობილები ბევრია შემოსული იყიდება და სხვა გამოსავალი არ აქვს. ჩვენი თვალით ვნახეთ 10,000, 100,000-იანი საწყობებია. უკვე მთელ მსოფლიოში იყიდება ეს ავტომობილები. გარდაუვალია ეს ყველგან იყიდება. რიგია ამ ავტომობილებზე. და ზუსტად ისე უნდა გაიგოს მაყურებელმა, როგორც ვიტყვით, ის შეურაცხყოფელი სიტყვები ჩინეთი არის დღეს პირველი. ვერავინ ვერ გააკეთებს იმას, რასაც ჩინეთი აკეთებს. რატო აკეთებს? რატო აკეთებს? ყველაფერი გააჩნია მისი საკუთრება. არსად არაფერი არ აქვს შემოსატანი. ერთი ქვეყანა, რომელიც 100%-ით თვითონ აკეთებს ავტომობილს. სხვას არ ვეხები. ავტომობილს აკუმულატორიდან დაწყებული, საბურავიდან დამთავრებული ყველაფერს ერთი ადამიანი აკეთებს. მსოფლიოში არავის არ აქვს ელექტრობატარეას რო ვეძახით, ხო? 100% არავის არ აქვს მარტო ჩინეთს და ჩინეთიდან ყიდულობს მთელი მსოფლიო მერე. ახლა თქვენ ხედავთ რა ხარისხის ავტომობილებია, ხო? და ახლა რო შემოვა ჩვენი ავტომობილები, ზუსტად უნდა გამოვაცხადოთ, რომ ის ადამიანები, ვინც აძაგებენ, ქვია, ხო? ავტომობილებს მინდა ყველა ექსკურსიაზე მოვიწვიო, მე ჩვენი სტუდენტები მოვიწვიო და ყველას დავანახოთ თუ რა ხარისხის ავტომობილები წარმოება უკვე ახალი მოდელები. დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. შემდეგ შეკითხვას გადავცემ ნინის. მოგესალმებით, მივესალმები აუდიტორიას. ბატონო გელა, თქვენ როგორც გამოცდილი ბიზნესმენი, ფიქრობთ რომ დღეს ჩინური ავტომობილები არის ამერიკის და ევროპის ავტომწარმოებლების დიდი კონკურენტი მსოფლიო ბაზარზე? უყურე ნინი როგორ არის. უკვე კონკურენტი გახდა ამერიკის და ევროპის და იაპონიის ჩინური ავტომობილები. და ახლა ევროპელები ჭკვიანები არიან და ამერიკელებიც და იაპონელებიც, ხო? ადგენენ დაუმეგობრდნენ ჩინეთს და წარმოიდგინეთ, თქვენ დღეს ვერ დამისახელებთ ბრენდს, რომელიც არის წარმოება ჩინეთში. თქვენ ხო იყავით, თქვენ ხო თქვენი თვალით ნახეთ. აი უყურეთ, დავიწყოთ ლექსუსიდან დამთავრებული ლამბორჯინამდე ყველა ავტომობილი დღეს იწარმოება ჩინეთში.
სწორად მინდა გამიგოს მოსახლეობა. იმ დონეზე იწარმოება დღეს უკვე ეს ძვირადღირებული ავტომობილები, თქვათ, ვერავინ ვერასდროს მაგას მაგ დონეზე ვერ გააკეთებდა და რიგი ამ ავტომობილებზე. ახლა ვინ არის დიზაინერები? სოფლიოში ნომერ პირველი დიზაინერები დღეს დიზაინერები ყველა ჩინეთში მუშაობენ. გეთანხმებით. და ჩინელებზე მუშაობენ. და ავიღოთ BYD, ხო? BYD-მა თურქეთი დაიპყრო. ქარხანა აქვს თურქეთში. BYD-ის ქარხანა უზარმაზარი არის თურქეთში და კიდევ არის ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ეს არის გარდაუვალი ელექტრომობილი და ჰიბრიდის ავტომობილი არის გარდაუვალი. მორჩას ამას წინააღმდეგობას ვერავინ ვერ გაუწევს, იმიტომ რომ თვითონ იაპონელებიც, ამერიკელებიც და ევროპელებმაც თავიანთი ავტომობილი გააკეთეს ჩინეთში. ეს ავტომობილები ხვალ ჩათვალე მონოპოლიას აიღებენ მთელ მსოფლიოში, ჩინეთში აწყობილი. და სანახევროდ გაჩერებულია უკვე ევროპისა და ამერიკის მწარმოებლები. თითქმის სანახევროდ არიან გაჩერებულები და ესეც იქნება. მოგესალმებით ბატონო გელა, მივესალმები ყველას. თქვენთან მაქვს ეგეთი შეკითხვა. რამდენი პროცენტით არის დღეს საქართველოს ჩინური ავტომობილები და რატომ დაიყიდონ მათე მოტორში? უყურე ანი როგორ არის? ჩვენ ზუსტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მაყურებელს. უყურე როგორ არის? რამდენი პროცენტი შემოდის დღეს საქართველოში ჩინეთიდან ავტომობილები? დღეს ის ადრე რო დილერობები ქონდათ და დილერები რო იყვნენ, ყველანი გარბიან ჩინეთში რო დილერობები აიღონ, იციან რომ ის ყოველ გაჭირდება ყველა. ყველა მანქანას ჩინეთში აწყობილი მანქანა ჩაანაცვლებს. ახლა ჩვენ რამდენ ავტომობილს ვყიდით თვეში? ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე 100-150 ავტომობილს ვყიდით, ხო? ხვალ 200 გავყიდით. ზეგ 300 გავყიდით, ხო? და სხვაებიც ვიღაცები ეგერ ხო ხედავთ ბაზრობაზე ვიღაცა ყიდის, კიდე იქ ვიღაცა ყიდის, კიდე აქ ვიღაცა ყიდის. ახლა აი ეს გარდაუვალია საქართველოში 2-3 წელიწადში მხოლოდ და მხოლოდ იქნება ჩინეთში აწყობილი ავტომობილები. ხარისხიდან გამომდინარე და ფასიდან გამომდინარე. რაც შეეხება რატომ უნდა იყიდონ მათე მოტორში? აი თქვენ ხართ გაყიდვების მენეჯერები. თქვენ ხო ხედავთ რომ დღეში რამდენი ადამიანი შემოდის დათო ჩვენთან და გვეხვეწება რომ პროგრამა ჩინური აქვს, პროგრამა არ უარგა, პროგრამა წაიშალა და რა მინდა მოსახლეობას უთხრა. ბატონებო, ქალბატონებო, ჩინეთში აწყობილი ავტომობილებს ჩვენ 10 წლიან გარანტიას ვაძლევთ და ყველა ავტომობილზე ვაგებთ პასუხს. ჯერ 2 წელიწადია ამას ვყიდით და ერთი შემთხვევა არ მქონია რომ მანქანა გაფუშდეს, არ გავაკეთოთ, მაგრამ არ ფუშდება ეს ჩინური ავტომობილები. ახლა ზოგიერთები თურმე წერენ, არ ვიცი, ახლა მე არ ვკითხულობ, მაგრამ თქვენ მეუნებით ხო რომ თქვენ რატომ დადიხართ Range Rover-ით, Maybach-ით? უყურე როგორ არის? მე 2 წელიწადია ზუსტად 2 წელიწადია 80% დავდივარ ელექტრომობილით. ვინც მე მიცნობს, ყველა მიცის რომ მე დავდივარ ელექტრომობილით, ხონჩით 600 კილომეტრს გადის, ახალია 5 კამრის ჯობია ერთად. და რატო არ უნდა ვიარო მითხარი? და ახლა ავტომობილს ვყიდი მთელი ჩემი ცხოვრება და Maybach-იც მეყოლება და გელენვაგენიც, ხო? სიტყვაზე ვთქვათ. მაგრამ ეს იმდენად კომფორტულია რომ დავდივარ მაგით. და რატო უნდა იყიდონ მათე მოტორში და მათე მოტორში იმიტომ უნდა იყიდონ რომ ხვალ რომ მანქანა გაფუშდება ბაზრობაზე რო იყიდულობ მანქანას მაშინ არასერიოზული ტიპი ხარ რა ბაზრობაზე როგორ შეიძლება იყიდო ელექტრომობილი ან ჰიბრიდის ავტომობილი რატომ ბაზრობაზე ვინ მოგცემს გარანტია არავინ არ მოგცემს ჩვენ ახლა შემთხვევა გქონდა რომ მანქანები რაღაც ჩამოვიდა იმით ჩინური მენიუთი ჩვენ გამოვიძახეთ ქარხნიდან ადამიანები ერთ დღეში ჩამოვიდნენ და ყველა შეუცვალეთ მენიუ ხო მენიუს იტყვიან ხო ამიტომ ჩვენ ამ მანქანებს იმდენად დიდი რაოდენობა მოყავს 1 და 2 ხო არ მოყავს ჩვენ რაღაცას მაინც გავაკეთებთ სხვაზე უკეთესად ამიტომ არის ჩვენი მულტიბრენდული კომპანია მათე მოტორსი რომელი ავტომობილი მინდა იმა შემოვიყვან თუ კიდევ ჩვენ ხელი არ შეგვიშალეს მოგესალმებით მივესალმები ყველას მე მაქვს ესეთი შეკითხვა რომ ავტოსფეროში რეგულაციებთან დაკავშირებით გაჩნდა ბევრი მითქმა მოთქმები და ამ საკითხთან დაკავშირებით მაგვაინტერესებს თქვენი აზრი როგორია მე რო ვინმე რამეს მეკითხებოდეს ამ ავტოსფეროს ერთ დღეში არა ერთ საათში ისე დავალაგებდი
სახელმწიფოს 100-ჯერ მეტი მოგება ექნებოდა. ყველა ავტო იმპორტიორი მაყოფილი იქნებოდა და მადლიერი იქნებოდა და საქართველოში სასობიც არ იქნებოდა. ამას სჭირდება 1 საათი. მაგრამ მე ვინ მეკითხება? მე არ მეკითხებიან, ეს არ არის ჩემი თემა. მე მივყვები დინებას. მე თქვენ როგორ ფიქრობთ? მე მომწონს ეს? მინდა მთელმა საქართველოს მიცოდეს, მე მომწონს ეს, არ მომწონს. რატომ? მანქანა ავტომობილები შემოყვავს, დაუცლით აქ, მე მივდივარ სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მივიტანთ ამ საბუთებს და ველოდებით 3 თვე, 4 თვე, ან მოგცემენ ნებართვას, ან არ მოგცემენ. სოფლის მეურნეობის ხოშზე ვარ დღეს ჩვენ ავტოიმპორტიორები და ეს კოტე შენ ძალიან კარგად იცი და ყოველ დღე ამას აწყდები. რა თუნდა ავტომობილი, ამდენი ავტომობილი შემოვიდა, ვამბაჟე ბიუჯეტში ფული შედის, დასვი 5, 6, 7 გოგო, ბიჭი ახალგაზრდები და ეგრევე გააკეთე საბუთები და გამომიგზავნე. ჯერ ერთი რა თუნდა სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავტომობილის საბუთებს. ყველა ავტომობილი არის ევრო 6. და როგორც იყო ისე ამას უნდა აკეთებდეს საპატრულო. დღეს საპატრულო ქვია ხო თუ რა არის მომსახურეობის სააგენტო. აი მინდა მთელმა საქართველოს მიცოდეს. მომსახურეობის სააგენტოში პროფესიონალები მუშაობენ. რასაც მე მთელ საქართველოში უყურებ და ვიცნობ ხალხს, ხო? და მაგ შეხება, ხო? სადმე დღეს თუ მუშაობენ პროფესიონალები, მუშაობენ მომსახურეობის სააგენტოში. რა თუნდა სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხო? აი ეს არის პრობლემა. მოგესალმებით. ბატონო გელა, როგორია ოჯახის როლი ბიზნესში? უყურეთ როგორ არის. ბიზნესი ცოტა ისეთი თემაა რა, სერიოზული თემაა. ბიზნესი არ არის მარტო ვიყიდე, გავყიდე. ბიზნესი ან იცი, ან არ იცი. ბიზნეს ყველაფერს უნდა გათვლა. რომ წააგო, უნდა იცოდე რომ წააგო იმისთვისაც მზად უნდა იყო. თუ შენ ოჯახი არ გივარგა, ოჯახი დალაგებული არა გაქვს და თუ სულ პრობლემები გაქვს ოჯახი და მოდიხარ დილით. პრობლემით მოდიხარ. როცა სახში მიდიხარ ბრუნდები, კიდე პრობლემები ხდება, ხო? ბიზნეს ვერასდროს ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ აი ეს თავში არის ტვინი. ტვინი არის ამოდენა, ხო? ამ ტვინმა უნდა იფიქროს ბიზნესზე, საქმეზე, წინ წაწევაზე, ოჯახში კარგი სიტუაცია რო კონდეს, სამსახურშიც ამდენი თანამშრომელი, ხო? ოჯახი არ უნდა გიშლიდეს ხელს. ოჯახი უნდა იყოს დალაგებული და პირველი პირი ვინც არის ოჯახში თვალებში უნდა შესიცინებდეს შვილიც, დედაც და ყველა. რატომ? იმიტომ რომ ქართული ადათ-წესებით უნდა ვიცხოვროთ. ოჯახში ყოველთვის არის უფროსი ადამიანი, რომელსაც უნდა მოусვინო, განათლება უნდა მიიღო. მეტი რას გეუბნებიან, ხო? თქვენი მშობლები რას გეუბნებიან? მიიღეთ განათლება. თქვენ განათლებულები რო არ იყოთ, ჭკვიანები რო არ იყოთ, იცით მე შეიძლება ორშაბათს ნახოთ აქ გოგოც ლამაზი, ბიჭიც ლამაზი, მაგრამ სამშაბათს მიდის, ხო? იმიტომ მიდის, რომ მე შტერს არ გავაჩერებ. შტერთან ვერ იმუშავებ. სახშიც უნდა იყოს ისე დალაგებული სიტუაცია, რომ არ ნერვიულობდე და მისახედი არ იყოს. იქიდან უნდა მოდიოდეთ დაწყნარებული. და როცა მიდიხარ სამსახურში ისეთი თანამშრომლები უნდა გყავდეს, რომ დაწყნარებული იყო და სამსახურშიც არ კონდეს რამე საფიქრალი. რატო არის მთელი საქართველო აუ გელასთან ესე? გასაგებია, მოდის, მიდის, ვინც უვარგისია და ვინც კარგია და გამოცდილება აქვს და თუ არა გაქვს გამოცდილება რა აქ ისავლეთ ყველამ, ხო? აი რომ მოხვედით, შენ რა თქვი დათო? ხო თქვი შენ, თათბირზე ადგა დათო და თქვა რომ ერთი წელიწადშიო ბაღიც აქ დავამთავრეო, სკოლაც აქ დავამთავრეო, უმაღლესიც აქ დავამთავრე და ხარისხიც აქ დავიცვიო. თავისი პირი თქვა, ერთ წელში ეს ყველაფერი არ გავაკეთეო. მე როგორ არის იცი? მე რა მინდა თქვენგან? მე მინდა რომ ისწავლოთ და საქმე იცოდეთ. და არ შერცხვე, აი ყველგან ერთად დავდივართ, ხო? რაღაც შეკითხვას რო დაგისვამენ, მზად უნდა იყო პასუხისთვის. მადლობთ. მოგესალმებით ბატონო გელა, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. მე მაქვს ასეთი კითხვა. თქვენ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დაახლოებით 30 წლის მანძილზე იყავით დუბაიდან ავტომობილების იმპორტით დაკავებული. რა შეიცვალა ამ ბოლო წლების განმავლობაში და რატომ გართულდა ამ გზით ავტომობილების შემოყვანა საქართველოში? მადლობთ, ეს ძალიან საინტერესო კითხვა. უყურეთ როგორ არის. კიდევ ერთჯერ მინდა მოსახლეობას აუხსნა, რომ დუბაიში ქათამი კვერცხს არდებს, იმიტომ რომ იქ არ არის ეს. იქ არის მარტო ყიდვა, გაყიდვის ქვეყანა დუბაი. და ის 6-7-ვე საიმირო. უყურე როგორ არის.
პირველი სამი ავტომობილი როცა იწარმოება, მაგალითად ავიღოთ ნებისმიერი ქარხანა. იაპონიაში იწარმოება რაღაც ბრენდი. სამი ავტომობილი რო იწარმოება, ერთი მიდის პირველი ამერიკაში, მეორე მიდის დუბაიში და მესამე მიდის ბელგიაში, ევროპაში. ყოველთვის არის გაუმბაჟებელი ზონა, საწყობები. ეს არის თვითონ წარმოებლების საწყობები. 10,000-ობით დგას ავტომობილები და მასთან მაქვს 30 წლიანი ხელშეკრულება. გაუმბაჟებელ ზონაში შემოდის საუკეთესო ავტომობილები. ჩემი გაყიდული პრადოები, მიცუბიში პაჯეროები, პოლიციაზე მაქვს 1000-ობით ავტომობილები, პიკაპები მიცემული და ყველა დღეს მადლიერია რომ ხვდებიან, აი ესეთი მანქანა გვინდაო, მაგრამ არ არის ესეთი მანქანა. 3 წლის უკან, დაახლოებით 3 წლის უკან ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როცა პრემიერი იყო, მაგასთან ტიპებმა დაალაგა სიტუაცია, რომ გელა ბარკალაია რადგან მოვიდა ისეული გააგრძელებს ბიზნეს ავტოსფეროში, რომ მოვედი, რო არ გამეგრძელებია, ძალიან დიდი ფული შემომთავაზეს, რომ მე საერთოდ ხელი ჩამექნია ბიზნესზე და ჩემი ცენტრები გამეყიდა, ძალიან დიდი თანხა შემომთავაზეს. ვარი უთხარი, მე გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას მეთქი, წავედი 500 ავტომობილის შეკვეთა მივეცი, პირველი შეკვეთა იყო აი ამ 3 წლის განმავლობაში და რომ შეუკვეთე მანქანები 50 ავტომობილი შემოვიყვანეთ ცელოფნებში, შემოვიყვანეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მანქანა გავამბაჟეთ, აი ეს მინდა ზუსტად მოსახლეობა მიცოდეს. ერთი თვე მსჯელობდნენ, როგორ კაცო, როგორ შეიძლება რომ არ შემოიყვანონ მანქანა დუბაიდან და ადგა ერთი და უთხრა პირდაპირ მივიღოთ კანონი, რომ დუბაიდან შემოყვანილ მანქანას არ გავაფორმებ და მიიღეს კანონი ეგრევე და გამბაჟებული მანქანა დღესაც მეორე წელიწადია და ეს 50 მანქანა ყავს გაჩერებული საწყობში და მილიონობით ვიზარალეთ. ცელოფნებში ავტომობილები აგერ ყავს, მეორე წელიწადი არ გვიფორმებენ. გამბაჟების ფულის გადახდილი მაქვს, თითო თვე მაინც მიჯდება ეს საქმე. თითო თვე მაინც ჯდება ერთი 20-30,000 ლარი ზარალზე ვართ. ყოველ თვე ეს რადგან გაჩერებულია ეს მანქანები, იმიტომ რომ ეს იყო ბანკის ფულით შემოყვანილი. აი უყურე, როგორ გინდა ბიზნესი გააკეთო, დაიწყე ბიზნესს და საღამოს რაღაცა კანონს მიიღებდნენ და აკეთებდნენ, რასაც უნდათ იმას. რაც შეეხება დღეს ვმუშაობთ, არც დღეს ვარ კმაყოფილი, სიმართლე რო გითხრა, ახლა ვიღაცებს დაუწერიათ, რომ რატო აქებ ამ მთავრობას. უყურე როგორ არის. ეს მთავრობა არის 14 წელიწადია, ხო? მაგრამ ამ წუთას ვინც არიან, მე რა ვთქვი, ის ვთქვი, რომ ახლა დაინიშნა ჩვენი პრემიერ-მინისტრი გუშინ წინა ირჩიეს, ხო? თქვათ, ახალგაზრდა კაცია კობახიძე, ირაკლი, ახალგაზრდა კაცია და მას არ ჭირდება ეს. და რეალურად მუშაობს, რასაც მე უყურებ, ხო? ეს ვთქვი მე, რომ აი ამ ადამიანს ეს მაიმუნობა არ ჭირდება. ღარიბაშვილმა რაც გააკეთა, ეს არის მაიმუნობა, უსინდისობა და უნამუსობა და ზოგიერთებმა თქვეს, ადრე რატო არ თქვი? 500 ჯერ თქვი. და მინდა უთხრა იმ ადამიანს, ვინც თქვა, რომ ადრე არ თქვიო, რამდენჯერ უნდა ვთქვა? მოდი და გეტყვი რა და განახებ ჩანაწერების მეტი რა არის. ერთ დღეს ტელევიზია მოვიდა და უთხარი, რომ ყველა მანქანას ვაჩუქებ პარლამენტარებს. ჰა და გაჩუქებ და აიღეთ ნომერი მეთქი. და აგერ დგას ის მანქანები დღესაც. ერთ დროს ხომ უნდა შეიცვალოს რაღაცეები და ეს ამიტომ თქვი მე, რომ შეიცვლება ალბათ ხვალზე. მე ამათ აი ამ ბიჭებს, ვინც ახლა არიან სისტემაში, ყველანაირად ხელ შეუწყო. მე ვარ ჩემი საქმის პროფესიონალი. დიდი მადლობა. თუ ხო არ არის მეტი რამე კითხვა, ბატონო კოტე? ჩვენ რა გვინდა, თქვენ რა გინდა, თქვენ ხართ ახალგაზრდები და ახლა ჩემ ხელში ვინც გაიარა, თქვათ, ხო, ვინც ჩემთან იმუშავა და ვინც წესიერად იმუშავა და ვინც ესე არ გვითქვია, რომ წადი ბიძია, შენგან არაფერი არ გამოვა, ეს ბევრს უთხარი ჩვენ, ხო? მაგრამ თქვენ ახლა ნახევარ საქართველოს მართავთ ნებისმიერი თქვენთაგან, იმიტომ რომ საფუძვლიანად ისწავლეთ ეს საქმე, ეს ბიზნესია, ეს თამაში ხო არ არის. ბიზნეს კიდევ უნდა ჭკუა და გათვლა და უნდა დაუჯერო, ვინც იცის იმას უნდა დაუჯერო და საქართველოს ნაირი ქვეყანა კოტე არ არსებობს. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. არის და თუ რამე ისეთი. როგორც
ფიქრობა მომწურად გავეცით პასუხი, უბრალოდ უთხრათ მოსახლეობას, რომ ელოდონ ახალ ავტომობილებს მათ მოტორში. ჩვენ ისეთ ავტომობილებს შემოვიყვანთ ახლა დათო. თელ საქართველოში სტუდენტებს მოვიწვევ და ესკურსია იქნება აქ ჩვენთან და ნახავენ აი რა ავტომობილები გვეყოლება და მე ის ადამიანები რო იძახიან რომ ჩინური ჩინეთი 100 მეტრი წინ წაიწია. ჩინეთში რაც ნახე ავტოკარხნები, მე არ ვიცი ალბათ სოფლიოში დღეს ნომერ პირველები არიან ყველაფერში ხო ხედავ. და ახლა არაყისმა თუ არ იცის, მანქანის გაკეთება იცის და რა გინდა რო თქვა. დიდი მადლობა, მინდა გადაგიხადოთ და დიდი მადლობა გადავხადოთ ჩვენს მაყურებელს და თუ რატომ უნდა მოიყვანოს, ისა მოვიდეს მათე მოტორში, თქვენ ხართ აგერ პასუხისმგებლები, კარგი ავტომობილი გაყიდეთ და ამიტომაა რომ ყიდით, ხო? დიახ. გისურვებთ წარმატებას. ნახვამდის.